ადრე ბრინჯაოს ხანა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია მტკვარ არაქსის ან ტრანსკავკასიური არქეოლოგიური კულტურით, ხოლო მის საბოლოო ეტაპზე ეგრეთ წოდებული ადრეული ყორღანების კულტურით. ქრონოლოგიურად მტკვარ არაქსის კულტურა ძველი წელთაღრიცხვით მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევარსა და მე-3 ათასწლეულის ფარგლებში ექცევა. ადრეული ყორღანების კულტურა არაერთხელ ყოფილა მკვლევართა განხილვის საგანი. მრავალჯერ აღუნიშნავთ, რომ ეს კულტურა განეკუთვნება ეკონომიურად დაწინაურებულ მესაქონლე მიწადმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი პირობები. სიტყვა ყორღანი ითარგმნება როგორც ნაყარი ბორცვი და რაც ერთგვარ გორა სამარხს ეწოდება. ყორღანი წარმოადგენდა მიწის მთას, რომელიც ერთ ან რამდენიმე საფლავზე აღიმართებოდა. ყორღანის მშენებლობა იმ დროის რომელიმე დიდებულის, ტომის ბელადის ან ქურუმის დასამარხად იყო განკუთვნილი. თითოეული მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს ამ კულტურის ხელოსნური ნაწარმის თავისებურ ფორმებს, მხატვრულ სტილს, დამზადების ტექნიკას, დაკრძალვის წესსა და არქიტექტურულ თავისებურებებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არქეოლოგ ზურაბ მახარაძის ხელმძღვანელობით 2012 წელს ანანურის ნომერის 3 დიდი ყორღანული სამარხი შეისწავლა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ჭაბუკიანის სამხრეთით 6 კილომეტრის დაშორებით მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, ასეთი დიდი ყორღანები, ზომით დიდი ყორღანი 100 მეტრი ჰქონდა დიამეტრი და 12 მეტრი სიმაღლე, გორა ფაქტიურად შექმნილი. და ამ რეგიონიდან ცნობილი იყო რამდენიმე ყორღანი არის გათხრილი უფრო მცირე ზომის, რომ ადრე ბრინჯაოს ხანის არის და ეს დიდი ყორღანი ესე იგი გაითხარა და გაირკვა, რომ ეს ადრე ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. შემდეგ დათარიღება მოგცა, რომ ეს 24 საუკუნეა ქრისტეს შობამდე. და მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფაქტობრივად 21 საუკუნეში ადრე ითხრებოდა საბჭოთა პერიოდში, 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში გათხრილი გვაქვს ასეთი დიდი ყორღანები, მაგრამ ბოლო დროს, იმიტომ რომ საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული და აი ახლა მოგვიწია ასეთი ყორღანის გათხრა და თან მე ვთქვათ, რომ ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უნიკალურად არის თავისთავად ეს სამარხი იყო ძალიან დიდრული და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან კარგად იყო შენახული ორგანული მასალები, რაც სხვა ადგილებში ამდენად არ გვხდება და ამით არის კიდევ გამორჩეული ეს ძეგლი. რო გითხრათ, ესე იგი, ზომები გითხარით, საკმაოდ დიდი და აი ამ გორის ქვეშ, ესე იგი, იყო აკლდამა ხით, მუხის მორებით აგებული, რომლის შიდა ზომებია 6.5 მეტრზე, 3 საყრდენი ბოძით, გადახურული ფანტასტიკურად და მიუხედავად იმისა, რომ სამარხი ორჯერ იყო გაძარცვული იმ ძველ დროს, როგორც წესი თავის დროზები იძარცვებოდა, როცა მარხავდნენ. ამის გარდა რადგან გაძარცვა, ორივე გაძარცვა მოხდა უკვე ჩანგრევის მერე, ანუ ყველაფერი ვერ წაიღეს და ამიტომ ბევრი მაინც შემოგჭა, თუმცა ალბათ დიდი ნაწილი იმედ არის წაღებული. საძიებო თხრილის მეშვეობით გაირკვა, რომ ყრილი თიხით იყო მოზვინული და რიყის ქვისგან გაკეთებული ჯავშანი ჰქონდა. მორებით დაწყობილი მოედანი დასაკრძალავი კამერის გადახურვას წარმოადგენდა. თვითონ გადახურვა კი მუხის მორების ორმაგი ფენისგან შედგებოდა. იატაკი ფიცრებით იყო მოფენილი ზედ გადაფარებული ჭილოფით. გადახურვა ეყრდნობოდა 3 სვეტს და 7 ჰორიზონტალურად გადებულ ძელს. კამერაში რამდენიმე ადგილას გადახურვა ჩაქცეული და დარღვეული იყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ეტყობოდა ჩაჭრის და შემდეგ უფრო წვრილი ძელებით გადაფარვის კვალი. როგორც გაირკვა, ძირითადის გარდა აქ კიდევ სხვა მიცვალებული იყო ჩასვენებული. ასევე კამერის აღმოსავლეთიდან და დასავლეთ კედელთან ცენტრალურ ნაწილში ეტყობოდა შეღწევის კვალი, რაც მძარცველების თხრილები აღმოჩნდა. ამ
სამარხის უნიკალურობა იმაშია, რომ აქ პირველად სამხრეთ კავკასიაში აღმოჩნდა, რომ ერთ სამარხშია ორი ეტლი, დასაკრძალავი ეტლი. საერთოდ ეს ეტლზე დაკრძალვა ეს შემოდის ზუსტად ამ პერიოდში, მესამე ათასწლეულის შუა ხანებში საქართველოში და როგორც წესი არის დაკავშირებული ბელადებთან, რომ ბელადი დაკრძალულია ეტლზე და ეს ეტლი არის, რომელიც საიქიოში, სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი და ძალიან დიდი იშვიათობაა პირველი შემთხვევა. და ასე კი ეს კიდევ თავის გააზრებას, ანუ ეს მეორე ეტლივისთვის იყო, ოჯახის წევრისთვის იყო, ცხოვლისთვის, შვილისთვის თუ ასე შემდეგ. და რაც არქეოლოგიურად აღმოჩნდა ესე იგი ეტლები, კერამიკა, სისრისპირები გამოფენილია, ეს ობსიდიანის სისრისპირები, 23 ოქროს ნივთი, რომელიც შემორჩა, ზოგი ძარცველის თხრელში ვიპოვეთ, ანუ დაუვარდა ძარცველებს რომ იქონდათ. ძალიან საინტერესო ქარვის მძივები, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის არის და ისეთი შვიათ ნაკეთობას წარმოადგენს იმ დროისთვის, რადგან ეს მოტანილია ქარვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერულად იყო, რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ქსოვილი, ტყავი, ტყის კენკრა, ანუ თხილი, წაბლი, რკო და ცლად უნიკალური შემთხვევა იყო, როცა ტყის კენკრა აღმოჩნდა, როგორც მე გაირკვა, ონტყოფა და კვრინჩხი. ეს კალათებში და თაფსში იყო ამოვლებული და კალათებში ინახებოდა, რომელიც ასევე გადარჩენილი. ეს ძალიან დიდი იშვიათობა, 44 საუკუნის წინანდელი, ეს თუმცა ფერიც ჰქონდა შერჩენილი და კარგად. ამიტომ ესე იგი, ისე არქეოლოგიურად და ისტორიულად ამ კომპლექსის გათხრა და ასე რომ ვთქვათ, მეცნიერულ მიმოქცევაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ წინაშე დადგა ესეთი პრობლემა, როგორც აი ამ ორგანული მასალების, ანუ ხის, ან ტყავის, ქსოვილების, ამის შენახვა, კონსერვაცია და იმის რესტავრაცია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი იშვიათობაა და რუსთაველის ფონდი, სამეცნიერო ფონდი, რომელიც აფინანსებს, ან დააფინანსა ეს გრანტი, კონსერვაცია, რესტავრაციის ესა და 2 წელზე მეტი გაგრძელდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირადღირებული. საქმეა 2 წელზე მეტი გაგრძელდა და შრომატევადი იყო ეს წარმოიდგინეთ წყლის ავზებში იყო შაქრიანი წყლის და ამას ჭირდებოდა ცვლა, მუდმივი რომ გამოეტანა 2 წელიწადზე მეტი გაჭირდა კონსერვაციას, რომ ეს გამაგრებული იყო და ამაში იყო ჩართული ჩვენი რესტავრატორები აკეთებდნენ ეროვნული მუზეუმის და ძალიან შრომატევად, მაგრამ კონსულტაციებს გვიწევდნენ ჩვენი კოლეგები გერმანიიდან, ამერიკიდან და ვისაც გამოცდილება აქვთ დიდი ორგანული მასალების შენახვის. დასაკრძალავ კამერაში აღმოჩნდა 2 ოთხთვალი ეტლი. ეტლები აღმოსავლეთით იყო ორიენტირებული, 2 ორნამენტირებული უღელი იატაკზე, კამერის აღმოსავლეთ კედელთან იყო. თავდაპირველად ორივე ეტლი იდგა. კამერის კედლების და გადახურვის კოლაფსმა მათი დეფორმაცია გამოიწვია. ბორბლები ძარას დაეცა და ეტლები კამერის იატაკზე გააბრტყელა. ბორბლის ღერძები ძარის ქვეშ გადიოდა. თითოეული ბორბალი 3 ნაწილადია და შედგენილია მთლიანი ხისგან გამოთლილი ფარული სოლებით. ერთმანეთთან დაკავშირებული 3 სეგმენტისგან, რომელთაგან შუას აქვს ორივე მხარეს გაშვერილი მძლავრი მორგვი მრგვალი ნახრედით. აქვე აღმოჩნდა ლითონის 3 დისკოიანი ღერო. ლითონის ნივთების ამ მდგომარეობაში აღმოჩენა აშკარად მიუთითებს, რომ ისინი ბორბლების ღერძის ჭამკეთს წარმოადგენდა. გაძარცვის მიუხედავად სამარხში აღმოჩნდა მრავალფეროვანი ინვენტარი. კამერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ეტლთან ბორბლების აღების შემდეგ იატაკზე აღმოჩნდა ხის ორნამენტირებული სავარძლის მარჯვენა გვერდი. როგორც ჩანს, სავარძლის ნაწილი მოთავსებული იყო სამარხში, როგორც ძალაუფლების სიმბოლო ტახტი. მის გვერდით მოთავსებული იყო ხის 3 სამფეხა ორნამენტირებული ჯამი, ფიგურული ფეხებით. აქვე გამოვლინდა ხის მოწნული კალათების და თიხის ჯამების ნაშთები, რომლებშიც აღმოჩნდა თხილის და ტყის კენკრის ნაყოფები. აღსანიშნავია, რომ კენკრას შერჩენილი ჰქონდა ფორმა და ფერი. როგორც გაირკვა, ისინი თაფლში იყო ამოვლებული. კამერის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დაფიქსირდა თხილისა და წაბლის დიდი რაოდენობა. ასევე ქსოვილის მოზრდილი ნაჭრები, ოქროს და შავი ონიქსის მძივები. კამერის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეორე ეტლთან აღმოჩნდა ქსოვილის ნაშთები, ოქროს და ქარვის მძივების მთელი ასხმა.
მტკვარ-არაქსის კულტურა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი არქეოლოგიური კულტურა ბრინჯაოს ეპოქაში და მთელი ეს დიდი არეალი შეიცავს როგორც სამხრეთ კავკასიას, ისე ანატოლიას, ისე ჩრდილო ირანს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ესეთი მასშტაბის ინტერდისციპლინარული კვლევები. ორგანების კვლევის ისტორია ძალიან დიდი ხანი არსებობს და საქართველოს ყოველთვის იყო წინახავს. მაგრამ დღეს ახლა არის შესაძლებლობა უფრო დახვეწილი მეთოდიკით მუშაობის, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ძალიან დიდი სურათი. და ვფიქრობ, რომ ანანაურის ყურღანი არის პირველი მერცხალი ამ ახალ კვლევებში, რომლის საშუალებითაც ჩვენ დავინახავთ როგორც კულტურულ თავისებურებებს, დავინახავთ იმდროინდელ ბუნებრივ გარემოს, ურთიერთობას და რა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის როლს ზოგადად ცივილიზაციის განვითარებაში, ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ახალი აღმოჩენა გველოდება. გარდა კახეთის და ანანაურის მთელი მარიალის აღმოჩენების ძალიან ბევრი ახალი აღმოჩენა უნდა იყოს იმ კლასიკურ ადგილებში, როგორც არის თრიალეთი. უნდა ითქვას, რომ ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენები სწორედ იქედან მოდის. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ მთლიანად საქართველოს კავკასია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას ძალიან დიდი პროცესების აღსაქმელად და დღეს, როდესაც მახლობელ აღმოსავლეთში ბევრი კონფლიქტების გამო შენელებული არქეოლოგიური სამუშაოები, მე ვფიქრობ, რომ კავკასიას და განსაკუთრებით საქართველოს აქვს საშუალება იყოს ლიდერი მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, ასე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის შექმნა არის შესაძლებელი და განსაკუთრებით ხაზზე მინდა გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტის და საერთაშორისო თანამშრომლობის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყოველთვის ერთადერთი მიდგომა, ეს არის საერთოდ პრეისტორიული არქეოლოგია, ძალიან ახლოს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, განსაკუთრებით ადრეული ეპოქები და ვფიქრობ, რომ ეს უფრო და უფრო მეტად შემოდის გვიანდელ არქეოლოგიაშიც. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ახალს გავიგებთ და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში მიმდინარე კვლევებს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ კვლევებში და სადაც საშუალებას გვაძლევს შევიცნოთ როგორც ჩვენი წარსული, ასევე დავინახოთ დიდი სურათი. ნომერ მესამე ყორღანის კომპლექსი მიეკუთვნება ბადენის ან ალაზან ბადენის არქეოლოგიურ კულტურას, რომელიც ზოგადად ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. ხით ნაგები აკლდამა, დასაკრძალავი ეტლის ჩატანება, კერამიკის უდიდესი ნაწილი, ოქროს სამკაული, ოფსიდიანი ტიპიური ისრის პირები, ყველაფერი ეს დამახასიათებელია აღნიშნული კულტურისათვის. ყორღანის რადიოკარბონული მეთოდით დათარიღებამ აჩვენა, რომ ეს ყორღანი აიგო ძველი წელთაღრიცხვით 24 საუკუნის პირველ ნახევარში. ამ კომპლექსის შემდგომი კვლევები საუკეთესო წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამდიდრდეს ჩვენი წარმოდგენა სამხრეთ კავკასიის ადრე ბრინჯაოს ხანის ეპოქაზე. ჩვენ გამოფენაზე რო ვიმყოფებით, აი რასაც ხედავთ, აი ეს ორი ეტლი, რისი გადარჩენა შეიძლება, ეს ამის კონსერვაცია მოხდა და შემდეგ აი ნაწილობრივ აღდგენა და დღეს აი ესეთ შესანიშნავი ექსპონატები შეგვემატა ეროვნულ მუზეუმს და ან ესეთი ექსპონატებია თავისი ეს შვიათობით, რომ ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. და ასევე ეს ქსოვილი, ტყავი, ანუ ყველა ორგანული მასალა რაც არის, ამის კონსერვაცია და რესტავრაცია და შენახვა არის. მაგრამ დღევანდელი მოთხოვნებით, მეცნიერული მოთხოვნებით, ის მარტო რასაც გავთხრით და ეს ერთი მხარე. დღეს არის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ამოვიღოთ იმ დროიდან და აი მოვახერხეთ ჩვენი ძალებით და ჩვენი კოლეგების ძალებით
უცხოეთიდან, ფრანგები, გერმანელები, ამერიკელები, ისრაელიდან, რომელიც გავაკეთეთ მრავალმხრივი ანალიზი. რადიოკარბონული დათარიღება გითხარით, ეს როცა C14-ის მეთოდით, უფრო აბსოლუტური ქრონოლოგია გვაქვს ამ ყორღანის. პალეოლოგიური, ანუ ის მტვერი, რომელიც არის, ის გარემო აღდგა, ბუნებრივი გარემო, რაც იყო. პალეობოტანიკა, ანთროპოლოგია ძალიან საინტერესო. სამწუხაროდ ყველა იქ ახლა 7 მიცვალებულის ძვალი აღმოჩნდა, მაგრამ რადგან გაძარცვის შედეგად ყველა ძვალი იყო არეული, ეს ჩონჩხები არც ერთი მთელი არ და იყო არეული და ნაკლული. აი ამ ანალიზით, ანთროპოლოგიური ანალიზით განსაზღვრეთ ეს პიროვნებები, იქ არის კვების რაციონი და უშუალოდ ეს როგორი კვებებოდნენ. ხო საინტერესო ის, რომ ამ ყორღანში დაფიქსირდა კიდევ შეიძლება ითქვას პირველად სელის ქსოვილი თვითონ ძვლებზე თაფლის კვალი და სელის ქსოვილი, რომელიც გაჟღენთილი იყო თაფლით. და როგორც ჩანს, დაკავშირებული ამით როგორც ჩანს, ამას ბალზამირების შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ინახავდა და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ამ ხელა ნაგებობის აგებას ყორღანის ეს არა პირამიდა დაუშვათ ქვის რო წინასწარ რა აგორო ეს ანუ რომ გარდაიცვალა ამას შენახვა უნდა მიცვალებულებს ალბათ ერთი თვე ორი თვე გრძელდებოდა შენებლობა და ამის შენახვის და ახლა დადასტურდა როგორ ინახავდნენ ამ მიცვალებულებს როგორც ჩანს თაფლში ამულებული ამ სელის ქსოვილში იყვნენ გახვეული. ხო ანუ მრავალმხრივი ანალიზი გავაკეთეთ და კიდევ კაი ამ რუსთავის ამ გრანტის ფარგლებში მოგვეცა საშუალება რომ გამოვეცით კრებული სპეციალურად სადაც შევიდა ყველა ანალიზის შედეგები. ამიტომ დღეს და კატალოგი ამ ნივთების და დღეს ამიტომ სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა ეს ძეგლი, რომელიც შეიძლება ეპოქაზე, არა მარტო ამ ძეგლზე, ამიტომ ეპოქაზე იმ დროინდელ მე-13 ათასწლეულის შუა ხანებზე როგორ ცხოვრობდა, ანუ რა საზოგადოება იყო, რა ბუნება ჰქონდა, რა კვების რაციონი ჰქონდათ, დაკრძალვის წესი, ანუ უამრავი საკითხი, რომელიც ამ ძეგლმა მოგვცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ წამოვწია და ძველი მასალების ფონზე, რაც ჩვენთან არის, პლუს აი ახალი კვლევები ინტერდისციპლინარული კვლევებმა ახალი იმპულსი მისცა ამ ეპოქის კვლევას და ის რომ მას გამოფენა გაკეთდა და ეს არტეფაქტები შეემატა ეროვნულ მუზეუმის არქეოლოგიის გამოფენას, ეს კიდევ ერთი პლუსია და ეს მეცნიერული კვლევა ის კიდევ გრძელდება მიუხედავად